განმარტების მეხუთე ეპიზოდი და სტუმრად გვყავს დღეს დეკანოზი გიორგი წეროძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი საუბრის თემა არის ესქატოლოგია და იოანე ზიზიულასის თეოლოგიური მოღვაწეობა. სალამი, გამარჯობა ვახტანგ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს გისურვებ. საინტერესო სტუმრები გყავდა, რაც ახსენე საუბარში. საინტერესო თემები იყო და იმედია, რომ შევძლებ ამ საინტერესო, ასე ვთქვათ, რუბრიკაში ჩავეწერო ასევე საინტერესოდ, იმიტომ რომ ავტორი და თემა ნამდვილად იმსახურებს ბევრის ყურადღება უნდა და მიიპყროს და უნდა დაიმსახუროს. ნამდვილად ღირსია ბევრი ადამიანის ყურადღებას ეს თემა. იმედია, რომ მე საქმეს არ გავაფუჭებ, ასე ვთქვათ. სამბობთ, იმედი მაქვს, რომ არაერთხელ მეწვევით, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ის რისთვისაც მე დავიწყე ეს პოდკასტი, ამ მიზნისთვის ჩვენი თემატიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაშლელი მომავალში, მაგრამ დღეს უნდა დავიწყოთ, ესე იგი, უბრალოდ ჯერ იმის გაცნობით თუ ვინ არის ზიზიულასი და რა ნამოღვაწარი აქვს, რომ გითხრათ ისტორია. ძალიან კარგი შესაძლებლობას მაძლევ. დიდი მადლობა. მით უმეტეს რომ ახლა საჩუქრად მოგიტანეთ, თუმცა თქვენც შეგიძლიათ როგორ ამბობთ, თქვენობით ვიყოთ თუ შენობით იყოს, მაინც ფორმაც უხდება მგონი თქვენობით თუ რა ვიცი, როგორც გამოგვია მოკლედ. მე ახლა ვარ პრინციპში პატივად და საჩუქრად ვარ ჟურნალ ზღვარის მართლმადიდებლური დიდი ისტორიის შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეხლა 2003 წლიდან ითვლის ეს ჟურნალი თავის არსებობას და ახლა რამდენიმე წელია მე ვარ რედაქტორი ამ ჟურნალის ზღვარი. ყველას ურჩევ რომ მოიკითხოს ინტერნეტ სივრცეშიც და წიგნის მაღაზიებშიც ეს არის ასევე ელექტრონულ ბიბლიოთეკას საბაში ელექტრონული ვერსია ამ ჟურნალის და სწორედ პირველი ნომერი 25 წლის მთლიანად ეძღვნება იოანე ზიზიულას მის ნაზრებზე, ესე ვთქვათ, სხვადასხვა თანამედროვე ღვთისმეტყველის დაწერილი სტატიები არის სულ ბოლო, სულ ძალიან ახალი სტატიები არის მოვიპოვეთ ნებართვა და ითარგმნა და ერთი რაც ამ პირდაპირ ამ კითხვას უკავშირდება არის ის, რომ არის მისი ბიოგრაფია, მის ცხოვრების ბიოგრაფია, ასევე მისი მოსწავლის სერბი ეპისკოპოსის მაქსიმეს მიერ შედგენილი ესეთი მოკლე რაღაც უფრო აკადემიურ სტილში და ეს თარგმანიც არის ამ ნომერში 25 წლის პირველ ნომერში და იქიდან ჩვენ ვიგებთ რომ ეს არის ასე ვთქვათ ბერძენი მეცნიერი, ბერძენი ღვთისმეტყველი, რომელიც 30-იან წლებში დაიბადა, რომელიც სწავლობდა ჯერ საბერძნეთში, რომ ვაკვირდები და ჩვენ ალბათ რამდენიმე ავტორს აქ ვახსენებთ, ყველა დიდი ავტორი იყო კარგი აკადემიური მოსწრების, ესე ვთქვათ, ბევრი კარგი ავტორი იყო, არა უბრალოდ კარგი აკადემიური მოსწრების და კარგი მოსწავლე, არამედ ზოგჯერ ძალიან კარგი სტუდენტი ან ძალიან კარგი მოსწავლე და ასე იყო ზიზულასის შემთხვევაშიც. იქ ესე ვთქვათ, საბერძნეთის სასწავლებლები, მერე იყო ამერიკაში სწავლა ცნობილი თეოლოგის ტილიხის ხელმძღვანელობით, რომელთანაც ის წერს ორ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სამწუხაროდ შემორჩენილი არ არის და რაღაცა დაკარგულია, დასრულებული არ არის, რაღაც ნაწილები არის შემორჩენილი, მაგრამ აი დასრულებული სახით ეს გაფორმებული, ესე ვთქვათ, ეს დაცვა ამ სადოქტორო დისერტაციების არ არის, ძირითადად ტექნიკური ამბავი იყო, იმიტომ რომ მას ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებდა მგონი საბერძნეთში დისერტაციის დაცვას და ამიტომ ამჯობინე საბერძნეთში სამეცნიერო ხარისხის დაცვა, ეს ყველაფერი ეხებოდა ეკლესიის ისტორიას, მაქსიმე აღსარებელს და ქრისტიანულ თემატიკას მოკლედ. და უფრო დეტალურად დაინტერესებული პირები შეძლებენ, ისე ვთქვათ, როგორც გითხარით ამ ჟურნალში
წაკითხოს მისი ბიოგრაფიის. აი, ეს არის ბოლო ნომერი, რომელიც ეძღვნება ზიზიულასის მოღვაწეობას და ეს არის 2004 წლის ნომერი. და ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ მე თავიდან არ მეგონა ესეთ დაზუსტებით ბიოგრაფია არ ვიცნობდი მის ბიოგრაფიას, აი ჰარვარდში როგორც ვთქვით, მის ორსადოქტორო დისერტაციაზე ტილიხის ხელმძღვანელობით და სწავლის ეპიზოდს და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ სადღაც 56 წლამდე ის იყო ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, საერო პროფესორი, რომელიც ამერიკაში და საბერძნეთში სწავლის შემდეგ ასწავლიდა ედინბურგში, გლაზგოში, ინგლისში სადღაც ან კემბრიჯში მე მგონი და შემდეგ ერთ კვირაში ისე როგორც რაღაც ეკლესიის ისტორიაში ესეთი მაგალითი ძალიან იშვიათია და სულ რამდენიმე არის მაგალითად ამბროსი მედიოლანელის შემთხვევა, როდესაც ერთ კვირაში თუ სამ დღეში ის საერო მოსამართლიდან, მილანის მოსამართლიდან გახდა მილანის ეპისკოპოსი. და ასევე მოხდა ზიზულას შემთხვევაში მე არ მეგონა რომ ეს კიდე გამეორდებოდა ეკლესიის ისტორიაში და იმიტომ რომ ძალიან მოგრძალებულად კი არა და ძალიან ამაზე ნუ რაღაც ამას ალაპარაკობენ, იმიტომ რომ ეს არ არის ყველაზე დიდი მისი ასე ვთქვათ ის დამახასიათებელი ან მისთვის რაღაცა მნიშვნელობის მიმჭებელი მოვლენა არ არის, რომ ის ერთ კვირაში უბრალოდ სასულიერო პირი გახდა. თავი ისაა რომ ის ამის შემდეგაც აგრძელებს მეცნიერულ სამეცნიერო მოღვაწეობას, მეცნიერულ საქმიანობას, თუმცა ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს საეკლესიო ცხოვრებაშიც. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავარი ხდება, ძალიან ხელს უწყობს შიდა ქრისტიანულ დიალოგს, არა მარტო კათოლიკებთან, არამედ ანგლიკანურ ეკლესიასთან, პროტესტანტულ ეკლესიასთან, ზოგადად ა ブラ ამის სარწმუნოების ესე ვთქვათ წარმომადგენლებთან. მაგრამ განსაკუთრებულად დიდი არის აი მის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ უკვე გაიმართა დიდი საერთაშორისო კონფერენცია სტამბულში. წავედი, ძალიან რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და შევძელი და წავედი, არ იყო რთული პრინციპში. და იქ იყვნენ წარმომადგენლები ანგლიკანური ეკლესიიდან, რომლებიც ამბობდნენ რა გავლენა ჰქონდა მის ესე ვთქვათ მასთან დიალოგს, მის ნაშრომებს, მასთან ამ თეოლოგიურ დისკუსიებს და სამეცნიერო ესე ვთქვათ აკადემიურ სივრცეში პოლემიკას, რა გავლენა ჰქონდა ანგლიკანურ ეკლესიაში სხვადასხვა გადაწყვეტილებების, დიდი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებებშიც და დადგენილებებშიც და აი ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს როგორ დიდი გავლენა ჰქონდა ზიზიულასის რა. და მოკლედ ეს მეცნიერებიდან მე ესეთი ქრისტიანობის ცხოვრებაში ასეთი მისი შემოსვლა და სწორედ ამიტომაც მოიწვიეს, იმიტომ რომ მართლა ვარსკვლავი იყო ფაქტობრივად გამოდის რა და მე მგონი ეს ვარსკვლავურად გააგრძელა მთელი თავის ცხოვრება, ვიდრე მის ბოლო ნაშრომამდე, რომელსაც ახლა ფაქტობრივად ეს თემატიკა კი არ ეძღვნება თუ პირიქით, აი მისი ბოლო წიგნი ჯერ არც ერთ ენაზე თარგმნილი არ არის პრინციპში, აი ბერძნებმა თარგმნეს ახლახან, იმიტომ რომ ის წერდა ინგლისურად, ფრანგულად, როგორც თქვით, ესეთი საერო განათლება ჰქონდა მიღებული ამერიკაში, ევროპაში და იყო საბერძნეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ასე შემდეგ, ეს რეგალიები ძალიან ესეთია დიდი და ბევრია და სამი ძირითადი ნაშრომია, უამრავი წიგნი, რა თქმა უნდა, უამრავი ნაშრომი სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ სამ ძირითადი ნაშრომზე შეიძლება ლაპარაკი. ეს არის პირველი ალბათ ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს, არ არის ქართულად პირველი ნაშრომი ნათარგმნი, მისი ფუნდამენტური პირველი ნაშრომი არის
ალბათ ყოფიერება როგორც რელაცია, ყოფიერება როგორც თანაზიარება, ან უფრო რელაცია რო ეს ინგლისურად ეს არის ასე მარტო სათაურის დონეზე შემიძლია ინგლისურად თქვა being as communion. ხო ეს communion ანუ რაღაცა შემოკრება, რაღაცაში გაერთიანება. გაცილებით უფრო დიდი არის communion-ის მნიშვნელობა, მაგრამ ეს რელაციურობა ეგ ესეთი მნიშვნელოვანი ტერმინია რაღაცის, აი რელე რაც არის ჩვეულებრივად ხო, ანუ გაცვლა-გამოცვლა. გაცვლა-გამოცვლა. აი ეს ხო რელეც და რელაციაც ერთი ფუძის სიტყვები არის და შეიძლება უფრო ტექნიკურად ადვილად გასაგები იყოს რაღაცა დაბრუნება, მიწოდება, მოწოდება და მოწოდებაზე პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია, ამას საუბრობთ კიდე შევეხებით. ეს სწორედ ეს ვთქვათ ეს კავშირი, მუდმივი რელაციურობა, რასაც ქვია. მეორე და ეს პირველი ნაშრომი უკვე ეხება იმას, რაც თქვენი ინტერესის სფეროა, როგორც ვიცი. ეს არის პიროვნულობის შესახებ და ეკლესიაზე და პიროვნულობაზე სწავლებები. ეკლესიაზე და პიროვნულობაზე. ესე ქვია, ესე იგი, ეს პირველი სათაურია და შემდეგ ესეთი რაღაცა უფრო ვრცელი სათაური არის, რომ რაღაცა მოსაზრებები ეკლესიაზე და პიროვნულობაზე. აი რო რა არის, ხო ეხლა ინდივიდი პიროვნება, მაგრამ როგორი გაგება პიროვნების, ხო? პიროვნების რაღაც გაგება, ან პიროვნულობის რაღაც გაგება არის რაღაცა ქრისტიანობიდან. ეს ხო პირველი წიგნი. გავაგზავნე კიდევ თქვა რამდენი ხო, ეს მეორე წიგნი უფრო ახლოს მოდის თითქოს, ხო? კიდევ უფრო განსაკუთრებით ალბათ ფსიქოანალიზთან, რომელიც არის ესე იგი სათაური ესე ურთიერთობითობა თუ ზიარება და თანაზიარება თუ თარგმნეთ, ეს უკვე შევძელი და ეს წიგნი ითარგმნა ქართულად, იმიტომ რომ ისე ვიყავი გატაცებული და სულ პირზე მეკერა მოკლედ ზიზიულასი და გამართლების ამბავიც არის და მადლიერების და მეგობრობის ამბავიც არის ერთ-ერთ შეხვედრაზე ამერიკის ელჩის გაცილების შეხვედრაზე აღმოჩნდი, რადგან ერთ-ერთი პროგრამის მონაწილე ვიყავი და იქ, რა თქმა უნდა, მღვდელი რაღაცა ეგზოტიკურობას ინარჩუნებს განსაკუთრებით საელჩოში, ამერიკის საელჩოში და რამდენიმე ნაცნობი ადამიანი იყო, რომელსაც მივესალმე და სალამის შემდეგი სიტყვა, როდესაც ვკითხეს როგორ ვარ, ვუთხარი რომ აი ზიზიულასით ვარ, რაღაცა გატაცებული, ძალიან დიდი ავტორია, რაღაცა ღმერთის რწმენა დამიბრუნა, რაღაცა განსაკუთრებულად დამანახა ყველაფერი. და ეს ადამიანი იდგა ამერიკის საელჩოს ატაშესთან ერთად და გააცნო ჩემი თავი და შესთავაზე რომ გაგვეცვალა საფოსტო მისამართები და თავაზიანობით მითხრა რომ მომწერია რა ვინ ავტორია და რა შეგვიძლია და ეს მეორე წიგნი მოკლედ ითარგმნა ამერიკის საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ეს რა ცალკე სახსრები იპოვეს ისე აწერია ამ წიგნს რა სახელმწიფო დეპარტამენტის მე რე შემომჩნია ძალიან დიდი მონდოება გამოიჩინეს ადამიანებმა და ჩვენ თანამემამულეებმა ეგ და მოკლედ მივიღეთ, იმიტომ რომ სჭირდებოდა აკადემიურად კარგად თარგმნა. მე სათაურების მეც ვერაფერს ვერ გიცნობ ინგლისურად და საუკეთესო სპეციალისტებს ვთხოვეთ, დრო გამოყვეს და შევეცადეთ, რომ პირობებიც შეგვექმნა განსაკუთრებული და თამარ გოგოაძე და ზურაბ ჯაშმა, ადამიანები, რომელმაც კემბრიჯში დაიცვეს ხარისხი და ისწავლეს და რა ვიცი, ზურა, რა ვიცი, ევროპაში რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე გაანება სამეცნიერო ხო რედაქტორიც არის ჩვეულებრივი ფაქტობრივად ფილოსოფიის მიმართულებით დოქტორი ერქომაიშვილი არის მგონი თუ არ მეშლება და შენერნაშენ თარგმანი გამოვიდა აკადემიური და დავარქვით ეს ტერმინი იყო ამას მოაყოლეს ყველაფერი რომ თანაზიარება და სხვადყოფნა ინგლისურად არის being as communion არა ბოდიში ეგ პირველი წიგნია და communion and otherness communion and otherness სხვადყოფნა ეს მეორე სხვადყოფნის ტერმინი მე მგონი შენერი ამბავია უბრალოდ უცხო სიტყვა რუსულადაც ინგლისურადაც ნუ რაღაცა ისეთია ყურს ხშირად არ ხვდება ეს სიტყვა და ამიტომ ეგ გასაგებია რომ ჩვენთანაც შეიძლება გაუგებარი იყოს მაგრამ გამოხატავს კარგად სხვადყოფნას იგივეა ეს otherness სხვადყოფნა არის რა ხო
მაგრამ აი თანაზიარება ცოტა არ ვიცი ფიქრობდით ამაზე communion როგორც თანაზიარება და აქ უნდა დაუბრუნდეთ უბრალოდ ზიარების პირვანდელ მნიშვნელობას. აი რომ ზიარი ჭურჭელი, ზიარებაც იქიდან მოდის, ხო? ის რაც აუცილებლად გაზიარებაშია, ის რაც გაზიარებულია. ის რაც გაზიარებულია, საზიაროა, საერთოა. შეინცარი და ჩემცარი, რაღაცაში ჩართულობაა. და ეს მესამე წიგნი, რომელიც ფუნდამენტური თორე მართლა ერთმეორეზე უკეთესი წიგნები აქ იქ რაღაც მონოზნობის ეთიკაზე მაგალითად რა ძალიან ბოლოს მახსოვს, მაგრამ კარგი რა არის ადამიანი, ბევრი წიგნია და აი ბოლო წიგნი არის აი ეპისკოპოსი, რომელიც ვახსენეთ, რომელსაც აქვს მისი ბიოგრაფია აქ დაწერილი, მაქსიმე სერბი ეპისკოპოსი, რომელიც ამერიკაშია და ის ფლობს თქო ყველა უფლებას, გეუბნებოდით ამ მის სავარაუდოდ ყველა მის ნაშრომზე, ამიტომ ინტერნეტში მთელი პორტალია, რომელზეც ეს წიგნები ელექტრონული ან ფიზიკური სახით იყიდება და ეს სერბეთის ეკლესიის ეს ამერიკული წარმომადგენლობა აგვარებს ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევს. და ბოლო წიგნის რედაქტორობაში ეს მაქსიმე ძალიან ჩართული იყო და ამ წიგნის წინასიტყვაობა ბოლო წიგნის არის პაპი ფრანცისკეს წინასიტყვაობა აქ ამ ბოლო წიგნს, რომელსაც ჰქვია ამ წიგნს ჰქვია და ქართულად არ ვიცი როგორ უნდა ითარგმნოს remembering the future. ესე იგი რაღაცა მომავლის ხსოვნა, მუდმივი ხსოვნა ან რაღაცა ეგეთი. გახსენება ან მუდმივი ხსოვნა უფრო ეს ინგლისურის გაკვეთილებიდან მახსოვს რომ ing ფორმა, ხო, გულისხმობს განგრძობადობას, ხო მართალია მუდმივად რაღაცა. აი თუ კი პირველი და მეორე წიგნის ვრცელი სათაურიც ისეთი იყო იმ community otherness და ისევ ესე იგი რაღაც მოსაზრებები ეკლესიაზე და გაგრძელება ეკლესიაზე და პიროვნულობაზე. ესე იგი, ეს პირველი წიგნი სულ პირველი ორი არის სულ ეკლესია და პიროვნულობა და ეს მეორე არის საბოლოო სურათზე. მომავლის ხსოვნაში დაჭერა, ესე ვთქვათ, და უფრო ვრცელი სათაური არის ისევ ესქატოლოგიურ ონტოლოგიაზე. ეს უფრო ახლა ალბათ ჩავშლით ამ ამბავს რა არის ესქატოლოგია, რა არის ონტოლოგია, იმიტომ რომ იქ პირველ ორ წიგნშიც ამ თემებს უტევს ზიზიულასი და ეს მაქსიმე იმიტომ ახსენე რომ ამბობდა რომ დიდხანს რა თქმა უნდა აკადემიურ ტექსტს მომზადებას განსაკუთრებული რაღაც ნიუანსები აქვს, დეტალები აქვს, ძელდებოდა და ყველა ეკითხებოდა როდის იქნება ეს წიგნი და თუმცა თვითონ ხუმრობდა ხოლმე რომ მეორე მოსვლამდე იქნება. და მართლა ესე ველოდი ამ წიგნის გამოსვლას, იცი ვფიქრობდი რომ არა ნუ სანამ დადგება ეგ მომენტი, მანამდე უნდა ვიცოდე რაღაცეები და უნდა გამოჩნდეს ალბათ ეს ტექსტი თქო და მე როცა მოვაწყვეთ რაღაცეები შეგვიძლია ალბათ თავმოთ თქვა რომ მომწონს რომ გამომივიდა, მავიწყდება, ასე რომ არ მგონია რომ ესე ну მოკლედ მოვახერხე პირველ წელს წლის თავზე რაღაცა ვებინარის მოწყობა, ძალიან წარმომადგენლობითი მათ შორის. და ჩვენი მხრიდან ეს თქვა იყო გავტონი თამარ გრძელიძე, ერთ-ერთი გამოჩენილი თანამედროვე ქალი თეოლოგი, ღვთისმეტყველი. და ჩვენ საერთოდ ვებინარზე და ამ რაღაცა გახსენების საღამოზე ჩაერთნენ როუენი ვილიამსი, ყოფილი კენტერბერიელი მთავარი ეპისკოპოსი, რომელიც ასევე დიდი კომაგი და დიდი, ესე იგი, მოყვარული არის ზიზულას თეოლოგიის. სტავროს იანგოსოღლუ, ეს არის კიდე ერთი ბერძენი თანამედროვე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, თეოლოგი, რომელიც ასევე ზიზულას ისე არის შეყვარებული და ისე არის გატაცებული, რომ მათი შეხვედრის მომენტიც ძალიან საინტერესოდ არის, რომ ეს ახალგაზრდა მეგობრებთან კაფეში ამ პიროვნულობაზე ახტაცებით ლაპარაკობდა და ზიზულასაც ჩამოიარა თურმე და უთხრა რომ საინტერესო რაღაცებს საუბრობ, ხო, არ იცნობდა პირადად. ხო და კიო, ეს გასაგიჟებელი თეორიის არის რა, მოსაზრებების სამების თეოლოგიის რაღაცეები და თუ გინდა დაგელაპარაკები ამ თემებზე, ხო და მე გაუმხილა თვითონ იყო და გაგიჟდა, მოკლედ ეგეთი ისტორია აქვს. საოცრება. კი, ეს კაცი იყო, ბევრი სხვაც, უკრაინელები, ბევრი სხვებიც. და მაშინ გამოაჩინა ბოდიში ამ უილიამსმა, ისა რა ქვია, როუენმა ეს წიგნი რა, ეს ბოლო. მე მეგონა ერთ წელიწადში იქნებოდა, ხა წელს უნდა დაბეჭდილიყო და მაშინ მივხვდი რომ უკვე იყო და შევიძინეთ და გავახმოვანეთ ქართულად სხვათა შორის. გავეცანით
ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება კარგად თარგმნის უკვე ქართულადაც ტექსტებს, ასე რომ შვენიერი. ხო, მე სამწუხაროდ ინგლისურად გავეცანი. სამწუხაროდ გას აბედნიეროდ. ხო. იმიტომ რომ უეჭველად უკეთესად იკითხება თარგმანში, ნებისმიერ შემთხვევაში თარგმანში, ისა დედანში უკეთესად იკითხება. ხო, მე იმ თანაზიარებას და სხვადყოფნასაც ინგლისურად გავეცანი. გაგიადვილდებოდათ ასე ამბობენ. ხო, მინდა ქართულადაც გავეცნო და მე ჩემ აზრსაც გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, რას ვფიქრობ ტერმინოლოგიაზე, იმიტომ რომ პრინციპში ტერმინოლოგია იქ, იმ ძირითად ნაწილში, რომელიც მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ არის გამოყენებული აგრეთვე შეიძლება ითქვას ჟაკ ლაკანის თეორიიდანაც. კი, რა თქმა უნდა და რასაც ქვია დიდი სხვა და მცირე სხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინებია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ლაკანის თეორია და განსაკუთრებით ეს ზუსტად ურთიერთობითობა, რაც არის ლაკანის თეორიაში, რაც გვევლინება დისკურსების სახით. მე როგორც ხვდები დისკურსებს, როგორც ტერმინს არ იყენებს ზიზიოულასი, იმიტომ რომ იყენებს ისევ და ისევ თანაზიარებას და თეოლოგიურ ტერმინოლოგიას და ესე იგი სინთეზს აკეთებს ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც ჩემი აზრით წინ წევს როგორც თეოლოგიურ, ასევე ფსიქოანალიტიკურ აზროვნებას და ეს არის ძალიან ძვირფასი მონაპოვარი. დაუბრუნდებით ამ სხვადყოფნაზე საუბარს, მაგრამ რადგან ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ საუბარი უნდა დაიწყო ბოლოდან, კი. ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი თემა არის მაინც ესქატოლოგია და გავაცნოთ მსმენელს რა არის ესქატოლოგია. იქნებ რაღაცნაირად ესე იგი ცოტა პოპულისტურად აგვიხსნიდით. კი, ეგ აუცილებელი არის, აუცილებელია, მე ვატყობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, თუმცა მე მგონი ეს უნდა იყოს ესეთი შემხედრი პროცესი, ერთის მხრივ არ ვიცი, მეცნიერული ენა უნდა ცდილობდეს, რომ გასაგები გახდეს და ასეც იქცევა ის განზრახ არაფერს არ ართულებს, რომ დავაკვირდეთ არა რაღაცა, უბრალოდ მისთვის ორგანულია ეს ლათინური ტერმინები, ბერძნული სიტყვები და არაფერი ის თავის ენაზე გასაგებად ლაპარაკობს ძალიან. მოძღვრება საბოლოოს შესახებ. ხო, ეს ხატა არის რაღაცა დასასრული ბოლო, ხო, რაღაც საბოლოო სურათი და მოძღვრება ამ ყველაფრის შესახებ, ხო? ამიტომ განზრახ არაურევია მეცნიერებას ეს ჩაუხლართია ეს სასაუბრო ტერმინები. ხო და ერთის მხრივ მაინც რაღაცა ხო ეს განმარტებები უნდა ახლდეს ალბათ თავს, მაგრამ მეორე შემხედრი ამბავიც ის უნდა იყოს, რომ რაღაცა გავაშინაურო ჩვენც ეს ტერმინები, როცა გავიგებთ რა მნიშვნელობა აქვს, რომ მუდმივ ჯერზე, ესე ვთქვათ, განმარტებით კი არ ვილაპარაკოთ ამ სიტყვაზე, არამედ უკვე ვახსენოთ და გამოვიყენოთ რა, შემოვიტანოთ რაღაცა. ხო? ხო მესმის რომ შეიძლება ზოგიერთის რაღაცა სულ არ ვიცი ეს ირონიული თუ უფრო კიდე როგორი ამბები იქნება რომ ეხა ესეთი რთული ტერმინებით საუბარი მოკლედ ზოგჯერ არის ხოლმე რომ არ უხდება მოხდებას იმიტომ რომ ზოგჯერ უადგილოთან უშინაარსოდ იყენებენ ხოლმე ამ თუ იმ ტერმინს მაგრამ ამის გარეშე მოკლედ რა ძალიან რთული არაფერი არ არის გაუგებარი არაფერი არ არის ეს არის მოძღვრება იმის შესახებ თუ როგორ არის საბოლოო სურათი ბოლო ხო დასასრულის შესახებ ხო დასასრულის არა აი ძალიან რთული ერთის მხრივ რა დასასრულის არა შეწყვეტის თვალსაზრისით აი რაღაცა დაიწყო და შეწყდა აი დასრულება შეწყვეტასაც გულისხმობს ხო? არამედ სრულის, აი ჩვენ მე მგონი კარგია ქართულ სიტყვაში. სრული ნიშნავს, რომ გამთლიანებულია. პროცესის რაღაცა შეიკრა, რაღაცა ჰოლისტური, ან ჰოლისტური სხვა რამე იქნება. მოკლედ, ხო, გამთლიანებული რა, საბოლოო ვარიანტი. ხო, რაღაცა ომონიმს გავს მაინც ეს ისა რა ქვია, დასასრული და საბოლოო სურათი ხო რომ ბოლოც არის ერთის მხრივ რომ მორჩემის მიერ არაფერი არ იქნება და ბოლოც არის იმგაგებით რომ გასრულდა ხო აი გაიზარდა დამწიფდა
რაღაც ამ გაგებით, ხო? ხო და აი ამ სიმწიფეს, აი ამ საბოლოო მნიშვნელობას, ხო, ძირითად მნიშვნელობას, ძირითად გადამწყვეტ მნიშვნელობას აი ეს სწავლობს ამ ყველაფერზე არის მოძღვრება. იმიტომ სხვადასხვა ესქატოლოგიებია, ესე ვთქვათ, ხო? დასასრულზე, ამ ბოლო ჩვენს ხვედრზე და საბოლოო სურათზე სხვადასხვა მსჯელობა შეიძლება იყოს, ხო მართალია, ხო? სხვადასხვა მოძღვრებები არსებობს ძალიან ფილოსოფიურიც, ადამიანურიც, სხვადასხვა სახის. ხო. და აი ქრისტიანული თვალსაზრისით აქ ლაპარაკი არის ძალიან პარადოქსულ ამბავზე. რომ აი ამ დასრულებული სურათის გარეშე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ პროცესების პირველ წუთებზე ან სურათის პირველ კადრებზე ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენ ვერ გავიგებთ სამყაროს შექმნის მიზეზს თუ არ ვხედავთ მას მის საბოლოო ვერსიაში. უფრო მეტიც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რადგან ასეთი საბოლოო ვერსია შესაძლებელი იყო და რადგან ასეთი საბოლოო ვერსია განხორციელდა, რომელშიც ქმნილება დაუნათესავდა ღვთაებრიობას ისე რომ აღარასდროს დასცილდება და ეს მოხდა აი ძეში, რადგან ესე იგი პროცესის ასეთი საბოლოო დასრულება შესაძლებელია და ასე მოხდა ქრისტეში, ამიტომაც ხო? რადგან ძეღმერთობა იძლევა ამის შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, რადგან ძეღმერთობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მასში ქმნილება ის უქმნელია, მამაძეს ღმერთი უქმნელი რაღაცა, ხო? რადგან ძეღმერთობა, ეს პიროვნულობა, სამების პიროვნულობა, ისეთი დიდი, ისეთი გასაოცარი და ისეთი წარმოუდგენლად დიდი პოტენციალის რაღაცაა, შესაძლებლობის, ხო? და რადგან ის იძლევა იმ შესაძლებლობას ძეში, ეს პიროვნულობა, სამების პირების, მამის, როგორც წყაროს, ამ პიროვნულობის წყარო, იძლევა ისეთ შესაძლებლობას, რომ ძეში ქმნილებამ იპოვოს თავისი საბოლოო და ერთადერთი ადგილი. ქმნილების სხვადასხვა გვარობამ თან ქმნილებაში, აი რამდენი მილიარდი ადამიანი ვარ და ქმნილება მთელი თავისი კიდე სამყაროთი დედამიწი და galaktikი და ყველაფრით, ხო? ჩვენ კოსმოსით, ხო? ჩვენით მე მთელი სამყარო უნდა, ხო? რადგან ეს შესაძლებლობა ძელში არსებობს, ამიტომ დავიწყოთ, ამიტომ შევქმნათ. ესე იგი, ბოლო განსაზღვრავს ომეგა განსაზღვრავს ალფას. ომეგამ განსაზღვრა ალფა. და ამიტომ შეიძლება ლაპარაკი ესქატოლოგიურ, ამიტომ უნდა ვილაპარაკო ესქატოლოგიურ, ანუ ისეთ ესქატონზე, ისეთ საბოლოობაზე, ისეთ ბოლო სურათზე, ხო, მოძღვრება იმ დაგვარად, ანუ ესქატოლოგია, რომელიც არის ესქატოლოგიის ონტოლოგია, ესა ხო, ესე იგი ეს ონტოლოგიურია, ეს ესქატოლოგია, ეს ესქატონი, ეს ბოლო. ახლა ონტოლოგიაზე ვთქვათ მაშინ, ხო, ორი სიტყვა, ხო? ანუ ყოფიერებისთვის, არსებობისთვის პრინციპების დონეზე მნიშვნელოვანი რამე რა არის ონტოლოგია არის საფუძვლად დადებული არსებობისთვის რაიმე როგორ არსებობს ხო ამაზე რომ ასე თქვა ჩვენ საკმარის და ყურადღებას არ ვიჩენთ იმაზე რომ როგორ ვარსებობ ხო ამაზე ძალიან კარგად ლაპარაკობენ დიდი სხვა მოაზროვნეებიც და ჩვენც რო დავუკვირდეთ ძალიან მნიშვნელოვანი აი რაღაცები მაგალითად ისეთ ცოტა პოპულარული ამბავია მაგალითად ფრომი ძალიან ყველას უყვარს ხო ერიხ ფრომი სიყვარულის ხელოვნება ძალიან კარგი წიგნია და ნუ ეხლა დიდი ამ წიგნის ავტორი კი არ არის კაცო იმოდენა სკოლის არაჩვეულებრივი წარმომადგენელი და მას აქ არ მახსოვს რომელ წიგნში შეიძლება აი ქონათ ფლობაში იქ რომ ეგოისტს არა სიყვარულის ხელოვნება შეგ ხო რომ ეგოისტს კი არ უყვარს საკუთარი თავი ჩვენ როგორი განმარტება გვაქვს ხოლმე რომ ეგოისტს უყვარს საკუთარი თავი ხო ეგოისტი არის ადამიანი რომელსაც საკუთარი თავი უყვარს ხო და იქ ამბობს რომ არა ეგოისტი ის არ არის ეგოიზმი და ეგოისტი იმიტომ ავნებს საკუთარ იმიტომ კი არ ავნებს საკუთარ თავს და იმიტომ კი არ არის რაღაცა უარყოფითი კონოტაციის ეს სიტყვა რომ მას საკუთარი თავი უყვარს არამედ იმიტომ რომ მას საკუთარი თავი საკმარისად არ უყვარს უფრო მეტად უნდა უყვარდეს როცა საკმარისად და სწორად გიყვარს საკმარისად კი არა და ნუ აი შესაფერისად გიყვარს შენი თავი მაშინ ის შენ არ გავნებს ეგ მდგომარეობა ხო ამიტომ ყოფიერებაზე დაფიქრება ხო აი ოჯახში როგორ არის ხოლმე სახლში აღარ გვინდა შენი ფილოსოფია ხო ასე არ ხოლმე ხო აუ მე ჩემი ფილოსოფია მაქვს რაღაც არაფერი არა არ არის საკმარისი აი შენი ოჯახური და რაღაცა შენ რო რაღაც ორ ავტორს გაიცანი ეგ ფილოსოფია არსებობის
ეს ძალიან ეხმერება იმას, რაც არის სახარებაში, რაც არის პრინციპში ძალიან კავშირში რომ ეძიებდეთ პირველად ეძიებდეთ ცათა სასუფეველს. აი ეს ძიების ამბავი, ხო? ეს პირველად ვფიქრობდი რომ ეხლა როცა მოვდიოდი, ყოველთვის თავი გამოტენილი გაქვს იმაზე, რომ იმაზე ფიქრით, რომ რა იქნება, როგორი იტყვი, რაზე უნდა ილაპარაკო და რაღაც იდეები მოგდის და ზოგი გონია რომ კარგია, არ ვიცი ხა ეს კარგია, თორემ ეს აზრი მომივიდა, რომ მე მგონი საკმარისია რომ ორამდე იცოდე თვლა, იმისთვის რომ რაღაცეებში გაერკვე, თავი რომ აი პირველი და მეორე იცოდე რაღაცა და ცოტა გაგება შეგეძლოს. რატო ვფიქრობდი ასე? იმიტომ რომ სახარება გეუბნება რომ პირველად ეძებდე ცათასასუფეველს და მის სიმართლეს. პირველად ხო გესმის რა? პირველი არის ერთი, ორი სხვა არის. ხო და აი პირველად ეგ არის რომ ძიება რომ როგორია თქო ხო ყოფიერება რა არსებობა რა პრინციპებით არის მოწყობილი. და არსებობის პრინციპებზე, ანუ საფუძვლად არსებობის საფუძვლად დადებულ პრინციპებს სწავლობს აი საფუძვლად დადებულზე მეცნიერება. საფუძვლად დადებული და პირველადი ბერძნულად ონტოს ყოფილა და მეორე ონტოლოგია. პირველადზე მსჯელობა. დაახლოებით რა ვიცი, დაახლოებით ასე გამოდის მე მგონი. ხო, გამოდის რომ არსებობის საფუძველი შეიძლება ითქვას რაშიც არსებობა მიწდება, ანუ პირველადი რაც არის მისთვის, არის პარადოქსულად უკანასკნელი, ანუ ძიება იმისა, რაშიც არსება, ადამიანის სული თუ ხორცი შეძლებს საბოლოო დასვენებას. კი. და აი ეს რაღაცნაირად კრავს ამ ტოტალურობას. შემდგომ მომავალი შინაარსის და ძიების თუ საფეხურების და ხო ეს არ არის აი უმიზნო და დაუსრულებელი ძიება არ არის ერთის მხრივ. თუმცა მეორეს მხრივ აქ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია, რომ მეორეს მხრივ ეს არ არის არსებულთან უკან გაბრუნების ამბავი არ არის. ეს არის განუხორციელებელი და ისეთი დაბოლოება, რომელიც არის კიდევაც და წინ არის. და ახლა შეგვიძლია შემოიყვანო. მოკლედ ეს არ არის რაღაც ისეთი, რაც არისტოტელესთან იყო, აი მოაზრება რაღაცა ადამიანის და ამ მოაზრებულთან მისვლა არ არის ეს, აი უკან წასვლა არ არის. ღმერთებში მოაზრებულ არსებობასთან მიბრუნება არ არის ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია, ამიტომ დასჭირდა 300 გვერდი ამ ესქატოლოგიურ ონტოლოგიას და ყველას ურჩევ, რომ ნახოს რაღაცა გვაქვს YouTube-ზე, მთელი ეს წიგნი აუდიო ვარიანტით. თუ ხერხული არ არის რომ ამბობ ამას და ხო, აი მღვდელი გიორგი წეროძე. და იქ არის ეს წიგნი აუდიო. მე არ ვამბობ რომ ეს კარგია აუდიო ვარიანტით ესეთი რთული ტექსტი, მაგრამ ინტერესის გაღვივებისთვის ივარგებს, იქ თემატურად არის. და თვითონ ეს წიგნიც იმედია რომ ამისთვის ცდილობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ჩვენი არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, რომ ისე ვითარგმნოს ეს წიგნი აკადემიურ დონეზე და კურთხევა აქვს, ნებართვა აქვს საავტორო უფლებების მეუფე მაქსიმესგან და შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე წელიწადში და საჭირო არის და აუცილებელი არის. ნამდვილად. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან ჭრილში დაგვანახებს ზიზიოულასი ესკატოლოგიას და განსაკუთრებით სამების პიროვნულობის თვალსაზრისით, რომელშიც იგი ამიწებს ამ ურთიერთობითობას, შეიძლება ითქვას, და აგრეთვე ურთიერთობითობა არის ის იმედი, რასაც ჩვენ ხედავთ ეს კანტონში, ესკატოლოგიაში, ანუ საბოლოობაში. ანუ ეს საბოლოობა არის ურთიერთობითი და არა დასასრული ურთიერთობითობის და მაგალითად რაღაცნაირი ესე იგი გახსნა და გაქრობა მონიზმში ან რაღაცა უპიროვნებო ნეტარებაში ეს არის სხვა ტიპის ერთობა, ხო, ეს არ არის როგორც აღნიშნეთ დაბრუნება სამოთხეში, ეს არ არის რაღაცა, რაც ჩვენ ვიცით უკვე როგორი იქნება, ეს მთლიანად მდგომარეობს
უფლისნებაში, რომელიც ჩვენთვის ამჟამად შეუცნობადია, მაგრამ აი რაღაცას ამ მომავლის შესახებ მოგვასწავლებს და გვამზადებს ამისთვის სამება. აი როგორ ხდება ეს რომ აგვიხსნათ? თუ შეიძლება ლიტურგიიდან მოვიტან ერთ ეპიზოდს, მაგალითს. იმიტომ რომ ძალიან ჯერთი, იმიტომ რომ როგორც თვითონ ავტორიც აღნიშნავს, ეს ესქატოლოგიურობა, ეს ამ ესეთი ბიბლიური მართლმადიდებლური, ესეთი ბიბლიური, ხო, ქრისტიანული ბიბლიური ეს სწორი ხედვა იმ დასასრულის თვალსაზრისით. შემორჩენილია ყველაზე უფრო ჯერ კიდევ, მოდი ასე ვთქვათ, შემორჩენილია ლიტურგიაში. თორემ პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებაში ან ქრისტიანულ თეოლოგიაშიც კი ეს თემები სადღაც პერიფერიაზეა, როგორც ამბობს კიდევაც თავის წიგნში. ხო? ან რაღაც ხდება ხოლმე რაღაცა დაზაფხვის, დაშინების სურათის დახატვა, რაღაც ისეთის, რაც უნდა მოიცილო, რაც არ უნდა დადგეს, რაც უნდა გადადო. ეს ყველაზე მარტივი ამბავია და უნდა ვთქვათ, რომ ეს სრულიად შეუსაბამოა მართლმადიდებლურ ხედვასთან. მეორეს მხრივ კი ის დანახულია როგორც საბოლოო სამსჯავრო უბრალოდ რაღაცებს დააგროვებ, ისტორიულ ჭრილში არის დანახული, ისე როგორც ეს ჩვენ გვჩვევია დროის გაგებით რა, რაღაცა აი რაღაცა პროცესი მიდის და რაღაცა საბოლოოდ რაღაცა მივა და ეს სადაც ჩვენ მივალთ და რაც იქნება ჩვენი მომავალი, ეს იქნება ყველაფერი წარსულის და აწმყოს დაჯამება. აი ჩვენი გაგებით, აი ესქატოლოგიურობა ადამიანური გაგებით, მცდარი გაგებით. აი ჩვენი საბოლოო სურათი განისაზღვრება და შედგება იმისგან, რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით. ასე არ არის. აი ამ ესე ვთქვათ ქრისტიანული, აი ამ ქრისტეს სწორედ, აი ამ ქრისტეს ძეღმერთის, აი ამ სწორედ მართლმადიდებლური გაგებით, ეს მომავალი ასეთი შინაარსის არ არის. იქ რასაც დასთეს, იმას არ მოიმკი. და ხო და მოკლედ აი თეოლოგიაშიც ესეთი თეთრი ლაქებია, ჩავარდნებია, დაუთმო თეოლოგიამ, რაღაც ძალიან ადამიანურს, ძალიან საეროს, ან ძალიან რაღაც ისეთ თუნდაც ფილოსოფიურს და არ უერთგულა გამოცხადებით, რაღაცა წმინდა მამების ეულს და ასე შემდეგ. ხო და აი ლიტურგიაში კი დარჩენილია თქო, ამის თქვა მინდოდა ლიტურგიაში, ხო. და ეგ ლიტურგიაში არის მაგალითად ესეთი ზიარების შემდეგ არის ეგეთ სიტყვები, რომ ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროისა გემო უკვდავების წყარო და იმისი გემო ვიხმიოთ. აი ძალიან ისე რა ქვია რა. ხმევა არ არის ჭამა. ხმევა არ არის. ხმევა არის გამოყენება, გამოვიყენოთ. ანუ ფაქტობრივად ამოცვაში ნათქვამია, რომ უკვდავების წყაროს გემოს ჩვენ ეხლა გავიგებთ, ანუ ის ჩვენს ცხოვრებაში ახლა აქ შემოდის. ეს არ არის აი გაუგებარი რაღაცა სრულიად უცნობი ამბები არ არის. მისი ის ხო თქვით რომ ის ონტოლოგიურია ის ესქატონი რა, ის განსჭვალავს, იმითი არსებობს აწმყო. სხვა ამბავი რომ შენ ამას ვერ ეხები და შენ ამას ვერ გდო, მაგრამ შენი არსებობა ხა დამყარებულია იმაზე რომ იქედან დაიწყო საერთოდ შენ კაცობრიობის ქმნილების ნული წერტილი იწყება ამ ბოლოდან რა. სულ იმაზეა სწორება. ისტორიულ ჭრილშიც თქვა ქრისტეს ელოდნენ, ქრისტე მოვიდა, ქრისტე ჯვარს ეცვა, ქრისტე აღდგა მკვეთით და ველოდებით ეს თქვა ახალ ცალს და ახალ მიწას. აი სულ პირველი ადამი და მე ქრისტე, იმიტომ რომ დაცემის გარეშეც ქრისტე განკაცდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო მოკლედ ეს მაქსიმე აღსარებლის მსჯელობა ასეთი ძალიან დასაბუთებული რა, მოკლედ სწორედ ამ საბოლოო ამბავი რომ
დასაწყისისთვის იყო ათვლის წერტილი, აი ამას ადასტურებს ეს მაქსიმეს მსჯელობა, რომ ქრისტე დაცემის გარეშეც ადამის დაცემის გარეშეც თქო განკაცდება ზეღმერთი, უბრალოდ ზეღმერთი ადამიანის დაცემის გარეშეც ადამი რომ არ დაცემულიყო ის განკაცდება. ხო და იმის თქვა მინდა რომ იქ არის რომ უკვდავებისა წყარო ისე გემო გამოვიყენოთ, ხმევარი გამოყენება. ხო ჭამასთანაც იმიტომ გაიგივებული რომ საჭმელსაც იმიტომ ვიღებთ რომ ვიყენებთ მას ძალებისთვის, ხო? ხო და აი როგორ შეიძლება ესე იგი გამოვიყენოთ, ხო? ანუ როგორ ეს გემო ჯერ ამ გემოზე თუ ვიტყვით, მე ხო ეს რა გემოა ესა, როგორი გემო? ეს არის ის, რასაც თქვენც ძალიან ახლოს და ზუსტად ამბობდით, რომ ნამდვილი არსებობა, თუ არსებობა ის უნდა იყოს მარადიული, მარადიული თავისთავად კი არ არის ფასეული, არსებობა არის და არსებობა მაშინ არის ასე ვთქვათ, დასაფასებელი, თუმცა არაფერი არ ემუქრება. და ალბათ პირველი სათქმელი ეგ არის რა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენი არსებობა დაცულია. ჩვენ დაცულები ვართ. ეს რაღაცა სიმშვიდის ნოტი უნდა მისცე ადამიანებს, ვისაც ეს აღელვებს რა, ვიღაცას უფრო სხვა რაღაცები აღელვებს, მართალი გითხრათ რა. მაგრამ ეს სიკვდილის საშინელება, სიკვდილის დაუნდობლობა, ან სიკვდილის ესეთი როგორი განზრახვა იცი სიკვდილის რა, რომ ის აპირებდა ყველაფრის განადგურებას რა. აი სიკვდილი რა არის ამის გააზრება, რატომაც ის არის რა ქვია. ხო არის ხოლმე გამონათქვამი, რომ იმისთვის რომ ნათელი დააფასო, აი ძალიან უნდა დაბნელდეს რა, აი სიმღერე უნდა შემოვიდეს. ხო და ის მაშინ დააფასებ რა არის სიცოცხლე, როგორ დაგტოვეს სიცოცხლეში, რა კაი არის სიცოცხლეში დარჩი, როცა მიხვდი რა ზომის ტრაგედია იყო და რა მძიმე რამ იყო სიკვდილი თავისი შინაარსით, ესე ვთქვათ, ეს ხო აბსოლუტური გაქრობა. ეს არ იყო სულეთში გადასვლა. ეს არ იყო მერე მოვა კიდე რაღაცა ჩემი რაღაცა რეინკარნაცია, არა. ეს არის განადგურება, გაქრობა. ხო და ჩვენ ახლა სანუგეშო ის არის, რომ ჩვენი არსებობა დაცულია, იმიტომ რომ ღმერთი მარადიულად არსებობს და ჩვენ ღმერთში აღმოჩნდით განკაცებული ზეღმერთის გზით. ღმერთი ქმნილება ვართ ჩვენ, ქმნილება ვართ და ღმერთი ქმნილების სახით მოვიდა იესოს სახით. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი ეს აბსოლუტური ანიჰილაცია, როგორც სხეულებრივ, ასევე პიროვნული თუნდაც. პიროვნული ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ცოტა ცუდი საუბარი გამომივიდა, ძალიან ეკლესიურად დატვირთული და ბოდიში. არა, რას ლაპობთ. უბრალოდ ცოტა რომ ისევ და ისევ რახან ზიზეულას იყენებს ესე იგი ამ ტერმინოლოგიას ჩვენც ცოტა მოვიხმაროთ იმისთვის რომ შესაძლოა ცოტათი უფრო გასაგებად თქვა და აი ეს საბოლოო გაქრობა, ხო, ანუ მაგათად ლაკანი საუბრობს ორ სიკვდილზე. ერთი არის ხორციელი სიკვდილი და მეორე არის სიმბოლური სიკვდილი, ანუ გაქრობა აი წიგნიდან ამუიშლება სახელი შენის დონეზე, ხო? ანუ სიმბოლური გაქრობა, რომ ანუ აღარ არსებობს შენზე არ არსებობს მოგონება, ისტორია, გახსენება და ეს მე მგონი სიკვდილი, რომელიც დასამარცხებელია, არის ამავდროულად ამ ორი სიკვდილის კომბინაცია, ხო? იმიტომ რომ ისევ სიზეულას იმ საუბრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ არ გადავეშვათ, ესე იგი, რაც ინტელექტუალიზმში, სიმბოლიზმში, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენა სიმბოლურ დონეზე, ან სულიერ დონეზე, ეს არის ზუსტადაც სინთეზური გადარჩენა სხეულებრივ და სულიერ დონეზე. ანუ ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურობაში ესეთი გადარჩენა არის განცდილი, როგორც ის, რომ ადამიანის პიროვნება, განსხეულებული პიროვნება გადარჩება ისევე როგორც და მონიშნულია უფრო კიდე, შეიძლება ითქვას, რომ ხო, აი ძალიან მაღალ დონეზე
აყავს აი ამ თეოლოგიას ყოველი ადამიანი როგორც განუმეორებელი ურთიერთობებში და ფასეული. ისე კი არა, როგორც ჩვენში ტყვენ ხოლმე, აი ჩვენს მომავალ ჩვენ შვილებს არა, შენ. ხო? აი შენ ხარ განუმეორებელი. განუმეორებელი კი არა, კაცო, შეუცვლელი. არ ვაპირებ, რომ შენგან გადავიდე სხვაზე. დაუთმო შენი თავი, ეს ვთქვათ, რაღაც ცუდა ამბებს და მე ვიზრუნო სხვებზე. აი ეს შეიძლება ამისთვისაც მზად არა ვართ მგონი, არ გვინდა რომ ჩვენ დავფასებულები ვიყოთ, ასე რიგად ამოწეულები ვიყოთ რა, ჩვენი კონკრეტული უნიკალური არსებობა, სიმბოლურიცა და ფიზიკურიც, ხო? აი ფიზიკური, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ფიზიკური რაღაცა სულეთი მიხედავს ფიზიკურს, რაღაცა გადავინაცვლებ სულეთში, მე რაღაცა პროექტ ავდგებით და სიმბოლურიც გვაქვს როგორია ეგ არა, რაღაცა აი შვილები მომიგონებენ, რაღაცა ქართველობაში რაღაცა ისტორიაში ჩავეწერები. რო თითქოს ის არსებობს და რაც მოკლედ შენ არა მარტო ჯერთი ინიციატივას გართმევ, შენ არაფერი არ უნდა აკეთო. პასიური ხარ, ხო, შენ არაფერი არ უნდა აკეთო ჯერთი. შენი ცხოვრება არა, შენი სიხარული არ არის. რაღაცა სხვაზე არ მიბული, მაგრამ არა ისე როგორც საჭირო, არა ისე სხვაზე, როგორც რომელშიც აი როგორც სამების პირები აუცილებელია რომ სრულად იყო წარმოდგენილი. აი სრულად წარმოდგენილი არის საჭირო. შენ გვაინტერესებს, შენ არ გვაინტერესებ. შენ რაღაცა წარსულით, შენი წარსულით როგორც შენი რაღაცა შენი ისტორია, შენი კი არა, ხო, შენი წინაპრების ისტორიით არ გვაინტერესებ, ხო? არც შენი მემკვიდრეობით არ გვაინტერესებ შენი რაღაცა შვილებით ან რაღაცა სამეგობროთი ან რაღაცა შენი წარმოდგენა, არ შენ გვაინტერესებ. ხო, საინტერესო, ანუ აქ არ შემიძლია არ ვიფიქრო რა გავლენა შეიძლება ქონოდა ამ მიმართულებას ზიზუვასის აზროვნებაზე ტილიხის. ხო. და ამ ეგზისტენციალურ გააზრებას ქრისტიანობის არსებობის აი ძალისხმევას ერთგვარად რაღაც ხო რომ უნდა გაბედო და უნდა იყო. აი ჩვენთან ეს ძალიან ისე არის რა, აი უთმობენ მასწავლებლებს ადვილად მღვდელს. აუცილებლად ფსიქოთერაპევტსაც ვიღაც აუცილებლად. ახლა მე კი ვთქვი რომ ლიტურგიაშია თქო დარჩენილი ამ პიროვნულობა ისა ხო პიროვნულ ესეთ სწორ პიროვნულობაზე წარმოდგენები და ესქატოლოგიაზე თქო, მაგრამ მართალი გითხრა გაუჭირდება დღეს არა მარტო ჩვენს რეალობაში ადამიანს დაინახოს რაიმე განსხვავებული და მართლა ღვთაებრივი და დაფასებადი პიროვნებისადმი ყურადღებით მოპყრობის მაგალითს ვერ ნახავს პრინციპში ლიტურგიაში. ეს უგულისხმობა რომ თეორიულად ესე რომ აღწერ, გაიგებთ რომ ისე რას ხედავს, იქაც ხედავს ლიტურგიაზე რომ აი ვიღაც არის ძალიან მთავარი და ვიღაც არის ძალიან მეორეხარისხოვანი, რომელსაც არ შეიძლება რაღაცა გადაკვეთოს იმაში, ხოს ეს გააკეთოს, ის გააკეთოს. ნუ ეს არ არის სწორი გამოვლენა მოკლედ იმ პიროვნულობის და იმ ესქატოლოგიური სურათის, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს ლიტურგია. რომელშიც ყველანი დღესასწაულობენ როგორც აი დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანი პერსონები რა. აი მას თემაზე ვამბობდი რომ აი როგორი ამბავია რომ ყოველი ადამიანი რომ იქ თანაბარი ხმის უფლები და გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს, ამას ადასტურებს ერთი მაგალითი რომელიც უბრალოდ მომაგონდა, შეიძლება ძალიან ბევრის ალბათ მოძიება, უბრალოდ დაკვირვება და აღმოჩენა, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომ მაგალითად როდესაც სასულიერო პირს წარუდგენს ეპისკოპოსი მრევლს, ის იქიდან ხო ახლა ამბობს რომ ეს ღირსია. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ღირსია ამბობს რა. და ხალხმა უნდა უპასუხოს რომ ღირსია. და ერთმანც რომ თქვას რომ არ არის ღირსი. გადაწონის ეს ერთის ხმა იმათ. ამდენად მნიშვნელოვანია ხო ეს ერთობა ხო ეს რომ ყველა იყოს ღმერთად აღიარებული ეს ვთქვათ აი უმაღლესი ხმა ქონდეს ყველას. ხო? იქ არ არის რა ჩემი ხმა უფრო მეტი დემოკრატიული პრინციპი არ არის იქ რომ უმრავლესობით არ მიიღება გადაწყვეტილება. არამედ იმ იმპერატიულად იმითი რომ ყველა უნდა იყოს გათვალისწინებული ერთნაირად მნიშვნელოვნად. ამის გარანტიას იძლევა ის როგორ არსებობს თვითონ მამაძე და სულიწმინდა რა. რომ კი ძე არის და კი მამის წყაროდან არის ესე ვთქვათ ხო? მაგრამ აუცილებლად მისი ტოლი უნდა იყოს რა. იგივე თვისებები აქვს რაც მამას აქვს. ხო?
ის თავის იდენტობას ვინ არის ამას იგებს იმითი რომ იბადება თორე სხვა თვისება კი არა ხო ამიტომ რაღაც გენდერული ამბების შემოტანა აქ სრულიად უადგილოა ხო ის ხო მოკლედ ურთიერთობა თანასწორობაზე კი არ გულისხმობს განუმეორებლად ჩაუნაცვლებლობაზე რა შენ რო არ იყო ხო შენად რომ არ გაგხადო ისე მე დავიკარგები რა მე ვერ ვიარსებ რომ დაუშვა რომ მოდი რა ის არ იყოს შენ არ იყოს ისიც არ იყოს შენ აი იქნება ვინმე ჭკვიანები იქნებიან მარტო შენ აი ვინც მიგებს მე და ვინც ამ სიმაღლეზე ამოდის ან ვინც სიმპათიურია ვინც ლამაზია ვინცაც ძალაუფლება აქვს რაღაც აი მოდი ისინი იყვნენ მე შენ და სხვები არ იყვნენ ამას როცა უშვებ ესე ვთქვათ ცდები რა აი ამ სიცოცხლის პრინციპს აცდენილი ხარ რა ხო ეს არის გარკვეულწილად საშუალება იმისი რომ ადამიანმა მიიღოს ის გახსნილობა რაც საჭიროა იმისთვის რომ არსებობის და ესე იგი ამ ჰიპოსტაზის ზების მთლიანობის განცდა შეიძლება. კი, მე მგონი ძალიან ზუსტად ცოტა ვატყობდი რომ გავართულე სათქმელი და ძალიან ზუსტ რამეს ამბობს. ეს მართლაც ყველას მოწვევას ადასტურებს სიცოცხლეში რა, რომ ყველას თავის-თავით უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს აუცილებელი პირობა, მოკლედ არსებობის აუცილებელი პირობაა, რომ ყველა და თითოეული იყოს წარმოდგენილი, აი ჰიპოსტაზურობა რაც არის, თავისით იყოს წარმოდგენილი. შენ თუ ამას აი როგორ კიდე რაც თქვი, რომ შენ თუ ამას ესე თქვა ვიღაცისთვის უშვებ ერთისთვის და მეორესთვის გამორიცხავ რაღაც თვისებების გამო, ხო? ესე იგი ამ პრინციპს ვერ იზიარებ, იმიტომ რომ ეს პრინციპი გულისხმობს არსებობის პრინციპია რა, ონტოლოგიურია, საფუძვლად დადებული პრინციპია, ხო? შენ ასევე საკუთარი თავით წარდგენის ძალას და უფლებას გართმევს, როცა ვიღაცას ასე არ ხედავ და არ უყურებ მოკლედ რა. ხო და ამიტომ ყველას მიწვევა და ყველასთვის თავისუფლების სივრცე გამოდის ეგ. საინტერესოა რომ აი თანამედროვე სამყაროში ხო ჩვენ რაღაცნაირად აკრძალული გვაქვს გამამთლიანებელ სურათზე საუბარი, ხო? ანუ თითქოს ყველაფერი უნდა იყოს დანაწევრებული, რაღაც კავშირების გარეშე, იზოლირებული, ხო? ხო, იმიტომ რომ ადგილმიჩნეული, ხო, რაღაცა ეს დეკონსტრუირებული, ხო, ანუ ეს თითქოს ეს ტოტალიზებელი, ესე იგი, დიდი ნარატივები თუ დიდი სურათი, ზუსტადაც საფრთხეს მოიცავს საკუთარ თავში, რომ მასში გაქრება, ესე იგი, არა ის ტოტალური გახდება, ხო? ხო. ხო. არა უნიკალურობასაც მე მგონი უტევს ეგ შიშები იმ გაგებით, რომ თუ კი მოვთხოვთ ადამიანებს, რომ იყვნენ უნიკალური, ეს კიდე ერთი ტოტალური თხრობა იქნება, დიდი თხრობა იქნება, რომელიც ერთ ძალიან კარგი ფილმი არის, არ ვიცი, ლობსტერი ჰქვია. ხო? აი იქაც ფაქტობრივად ეს აი სიყვარულის ტოტალობის აუცილებლობა რო დადგეს, ან სიყვარული რო პოლიციური გახდეს, მოკლედ აუცილებელი რო გახდეს. აი მაშინ როგორი აი იმ ფილმში ძალიან კარგად არის ნაჩვენები, როგორი ან დიდი სურათებისადმი ეჭვის თვალი, მეტაფიზიკისადმი, რა ვიცი მე. რაღაცა სიკეთის თუნდაც დიდი იდეებისადმი ეჭვის თვალი, ჩემთვის გასაგებია რა. ხო, ზოგადად ონტოლოგიისადმიც, ხო, იმიტომ რომ ონტოლოგიურობასაც ამიტომ გაურბიან, იმიტომ რომ თუ კი ვიტყვით რომ არსებობის რაღაცა საფუძვლად დადებული ერთი პრინციპი არსებობს, რაც არ უნდა ის ვცლად წარმოადგინო, თუ ის აუცილებელია, მაშინ ის ხდება გულის რევის რაღაც გამომწვევი, როგორც სარტრი ამბობს, ხო? ან რაღაცა ჯიბეში ჩადებული ნივთივით, რომელიც გინდა თუ არა, როგორც აუცილებელი პრინციპი გიდევს და მართლა მხოლოდ მართლმადიდებლურია ეს სამების თეოლოგია. ეს არის უნიკალური, ხო? ამას ახლა იქ ის არა ქვე ლევინეს და ვიღაცებიც ის და ლაკანიც, ხო? გაურბიან სწორედ ამ სუბიექტურობის თავიანთი მსჯელობებით, აი ამ გაურბიან, ხო? როგორც
უფრო ლაკანთან ბოდიში დერიდასკენ წავედის ხო ბოდიში ლაკანისთან ვერ ვიტყვი არ ვიცი ასე კარგად ხო არც ნუ მოკლედ ხო და საკითხავია მე ვიტყოდი ლაკანთან ხო ეს არის თუ არა რაღაცა მატოტალიზირებელი იმიტომ რომ ისეთი რომელსაც გაურბიან ხო მაგრამ მე მგონი არ იქნება ხო ის რადგან სუბიექტურობა მასთანაც სწორედ გულისხმობს აუცილებლად ურთიერთობით სუბიექტურობას და არა სუბსტანციონალისტურს და არა ბუნებით არა შინაარსებით არამედ აი დიდ მესთან კავშირით გაჩენილს ხო ეგრე არა ხო ანუ ეს რაღაც კავშირში გაჩენილია ეს ყოველთვის ამიტომ ხო ჩვენთვის ეს არის ესე იგი ესეთი კითხვა არის თუ არა ლაკანი სტრუქტურალისტი თუ არის იგი პოსტსტრუქტურალისტი ანუ თუ ლაკანი არის სტრუქტურალისტი მანდაც ჩნდება კითხვა ანუ როგორი სტრუქტურალისტი არის სტრუქტურალისტია რომელიც ამბობს რომ სტრუქტურა ახდენს ბოლომდე ადამიანის სუბიექტის დეტერმინაციას თუ სტრუქტურალისტია რომელიც თეორიაშიც არის სივრცე ამ სტრუქტურაში რომ იყოს პარტიკულარულობა და უნიკალურობა სუბიექტის ანუ რაღაც გარკვეული სტრუქტურა გახსნილობით. თუ არის საერთოდ პოსტსტრუქტურალისტი, რომელიც ამბობს, რომ იმის გამო, რომ ეს სუბიექტი მუდმივ გახლეჩაში მდგომარეობს, რომ საერთოდ ფაქტიურად სტრუქტურა ვერ იკვრება, სად არის სტრუქტურა და ესე იგი ესე დანახული ლაკანი გამოდის პოსტსტრუქტურალისტური. აი ძალიან საინტერესო არის როგორ იყენებს ზიზოულასი ლაკანის სხვის ცნებას, ხო? ანუ ლაკანისთვის საკუთარი თავი ადამიანისთვის უკვე სხვა არის, ხო? ანუ ეს რომ აღნიშნეთ, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, ანუ ფაქტიურად ეგ ერთი და იგივეა ლაკანისთვის, იმიტომ რომ შენი თავისთვის უკვე სხვა ხარ, ხო? ანუ ისევ და ისევ ეგოისტი სხვათი განისაზღვრები. ხო, ანუ შენ თუ სწორად მესმის? ხო, შენ თავს როგორც სხვას ხედავ და ის შენ თავს განსაზღვრავს, შესაბამისად შენ თავს განსაზღვრავ როგორც შენ თავში სხვა. და ეს ეგოიზმის შემთხვევაში ზუსტად ვერ ხდება ამ შინაგანი სხვის ну მეობიექტის შეიძლება ითქვას სხვა თეორიაში ობიექტურ ურთიერთობის, მაგრამ აი ამ შინაგან სხვასთან და საკუთარი თავის ხატთან, რომელიც უკვე აღიქმება როგორც ვიღაცა, ვინც უნდა გიყვარდეს, ანუ არის უკვე წყარო სიყვარულის და ობიექტის სიყვარულის, აი ეს ობიექტი შენ თავში, შენივე თავის არის უკვე სხვა. შენი სიყვარულისთვის, იმიტომ რომ წყარო სიყვარულის მოდის საიდანღაც და მოიფინება რაღაც ხატს, რომელიც არის გაშუალებული ადამიანისთვის უბრალოდ ამ სიმბოლურით და ასე შემდეგ და ამიტომ ну არ არის აუცილებელი გაუცხოებაზე საუბარი, უბრალოდ არის გარკვეული ურთიერთობითობა. და შემდგომ უკვე ამაზე დაყრდნობით შესაძლებელია, ესე იგი, მოყვასის შეყვარება. ახლა ნამდვილად ფსიქოთერაპიულ მუშაობაშიც მე ხშირად ვიყენებ ამ ფორმულას, რომ შენ ვერ შეიყვარებ შენ მოყვას, თუ შენი თავი არ გიყვარს და რა თქმა უნდა პირიქით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თერაპიაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული სირთულე საკუთარი თავის შეყვარების და ჩვენც თეორიულად ვამბობთ ხოლმე, რომ ზუსტადაც იგივე ეგოიზმის, ნარცისიზმის ზუსტადაც სარჩული და მიზეზი არის ზუსტად ის, რომ ადამიანს სინამდვილეში არასაკმარისად, როგორც აღნიშნეთ, უყვარს საკუთარი თავი და ამ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან გავს თერაპიული თეორია ქრისტიანულ მოძღვრებას, ესე იგი, იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტება. და ზიზიოულასი, ესე იგი, აღნიშნავს, რომ აი ამ მატოტალიზებელ მთლიან სურათში დიდი სხვის, ანუ დიდ სტრუქტურაში არსების და ღმერთის ან
განკაცებული ღმერთის ქრისტესი თუ თანაზიარებაზეა და უფრო ურთიერთობითობაზეა საუბარი ამ პატარა სხვებმა ანუ უნიკალურმა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და განიცადოს თეოზისი გამხდობა ხო მადლობა ანუ ტრანსფიგურაცია გარკვეული ხო მაგრამ მე რა მაინტერესებს როგორც აღნიშნეთ ლიტურგიაში ეს რომ რაღაცაში წაგვეხმაროს ახლა მომიტევეთ რომ ესე იგი ამ პრაქტიკული კუთხით უყურებ ხო ანუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს არა სულაც არ არის ეგ მე მგონი საბოდიშო პირიქით აი ჭამეთ გვეუბნება მაცხოვარ ჩემი ხო გამოიყენეთ აი ესე არა ესეთი სიფრთხილით რომ აი შეიძლება შევეხო არა კი უნდა შეეხო უნდა უნდა დაღეჭო და აი ეს რაღაცნაირი აი ამიტომ პრაქტიკულად აღება ამისი ხო რაც მოიტანა მაცხოვარ პირიქით ეს როგორც მშობელს ახარებს ხოლმე როცა მის გამზადებულ კერძს ან მის ნაჩუქარ ნივთს გამოიყენებს ხოლმე მაშინ ხარობს მშობელი და არა მაშინ როდესაც ამაშორიდან უყურებს აგვირდება და რაღაცა მასზე ლაპარაკობს და სხვას მიირთმევს თქვა ხო ამიტომ ესეც სხვა შეიძლება ძალიან სიმპტომურია რომ აი ესე ვართ შორიდან სიფრთხილით ღარებზე დაკაკუნებით ღმერთთან ნაცვლად იმისა რომ ჭამოთ და ვსვათ ხო ანუ ავითვისოთ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ავითვისოთ ხო და აი ამ ესე იგი გემოს გასინჯვა ამ საბოლოო თანაზიარების უფალში რაში ეხმარება მორწმუნე აი როგორ ეხმარება უბრალოდ მორწმუნე ადამიანს ყოველდღიურობაში იგივე სიყვარულში დამიწებაში რწმენის გაძლიერებაში აი როგორ ხდება ეს მე არ ვიცი ყველა ადამიანს ექნება თუ არა იმდენი დრო და შესაძლებლობა რამდენიც მე დავუთმე ამ საკითხებს და ამიტომ წინასწარ ვატყობ და ვიცი რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ნუ აი ამდენი როგორც ერთმა ჩემმა რა ვიცი ახალ შეძენილმა მეგობარმა მითხრა ეხა ეგღა მაკლიაო ექიმი ვარ რომ ამდენი რაღაც საქმეებში ვარ ოპერაციებს გეგმაო ოპერაციებზე ვდგავარ მე ვიხლები და ეხა შენ კიდე მთავაზობ რომ მე თეოლოგიით დავკავდე და თეოლოგიური წიგნები და ამბები გავიგო და ეს საყვედური რჩება პრინციპში რა ისეთად რა ობიექტურად ეს საყვედური რჩება მაგრამ მეორეს მხრივ ჩემი გამოცდილებით ხო ის რაც მე მივიღე ეს მეხმარება კი არა უბრალოდ ამის აი სიცოცხლის სისავსეს და ნამდვილ სიცოცხლეს ნუ არ ვიცი რა სიხარულსაც ძენს ძალასაც მატებს სურვილსაც აჩენს რომ ეს რაღაცნაირად სხვებზე განავრცო. კი არ უქადაგო და კი არ გაავრცო, არამედ სხვებსაც აგრძნობინო, რომ შენ რაღაცა მყარ, რაღაცა სასიკეთო ცხოვრებაში მონაწილეობ, შენ რომ მონაწილეობ და აი სხვებსაც ეს აგრძნობინო რა. რომ ეს ძალიან მტკიცე და მყარი რამე არის რა, ეს არ არის გონის, ანუ რწმენა, მერე გამოჩნდება ამბავი კი არა, რომ ახლა ეს შენ გაბედნიერებს, გაძლევს ძალას, ეს დაახლოებით რაღაც ხო არის ხოლმე რომ თეოლოგია პოეზიას ძალიან გავსო და ის ძალაუნებურად გაგახსენდება ვაჟას ლექსი, რომ არც რა ტანთმცვია, არც ფერხდა, დავდივარ დედიშობილა, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ბედნიერი მგონია ჩემი თავი. ისეთია თქვენაც მომავალ რომ ყველას შეშურდება და კაც არ გაუგონიაო, ხო, ყველაფერი მე მეკუთვნის გონიაო. ხო და ეს ახლა პიროვნული განცდა და რა თქმა უნდა გაჩენილია კი რაღაცა იმ ძიებების თუ რა ვიცი, ახლა ძიება ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ ნუ ინტერესის რა, ინტერესის დაკმაყოფილების. ხო, მე არ ვიცი, იქნება ეს საყვედური არა, ხო, მე წინასწარ დავაზღვიე ამ საყვედურით ჩემი თავი, ხო, რა, სხვა მხრივ შეიძლება თქვას საყვედური, რომ მე ამისთვის არ ვცალია, მე ამისთვის დრო არ მაქვს, კიდე თუ მევალება მაშინ ჩემი საქმე როგორ ვაკეთო, სხვა რამეს რა გონო. კი დავაზღვიე, ხო, ამით მესმის რომ ეს ასე, მაგრამ მეორე მხრივ სახარებაში თითქოს არ არის ეგ დაზღვევა რა, იქ სახარება ამბობს რომ ეძიებდეთ ყველა. ხო? ხო,
ხო, ფსიქოანალიტიკური რადაც შეუძლება მოიტანს ჩემი აზრით აი რა ვიცი რა. ხო, რას მოიტანს? აი რაც თქვენ მკითხეთ რომ ცხოვრებაში ეს როგორ განიცდება, რას აძლევს ადამიანს. მე მაძლევს როგორც თქვი ძალიან დიდ ძალას, ბედნიერებას, სიცოცხლის საზრის და ჩემს აღთო, ჩემი თავის არსებობის რაღაცა სიხარულს და ასე შემდეგ, მაგრამ სხვას თქო ეს შეიძლება იმდენივე ძალის ხმა თუ სჭირდება თქო რამდენიც მე წინასწარ ვაზღობ და ვფიქრობ რომ შეიძლება სხვამ თქვას რომ ამდენი შვილო მე არც დრო მაქვს, არც ძალა და არც ენერგია. ხო მე კი ვამბობ ესე, მაგრამ მეორე მხრივ სახარება არ ამობს ეგრე რომ ანუ ყველასთვის ამობს ეძიებდეთ. ხო. და მეგონი ეს ძიება მოიტანს რა ვიცი რა, სადღაც ხო. ანუ ფსიქოანალიტიკურად სინამდვილეში შეუძლებელია ძიების გარეშე, იმიტომ რომ როგორც ლაკანი აღნიშნავს, ანუ ჩვენ ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ რაღაცა დაკარგული გვაქვს და მთელი ცხოვრება ჩვენი ფსიქიკა არის აი ამ დაკარგულის და იქნება ეს არის სწორედ რომ ამ ძიებაში როცა ხარ, ამ პროცესი როგორც flow, Daniel Pink-ის ძალიან არჩევლებრივი ნაშრომია რა ძალიან პოპულარული Daniel Pink-ის flow რა გვაძლევს ჩვენ სინამდვილეში мотиваციას. ხო, აი flow-ში ამ ნაკადში როცა ხარ, ამ ძიებაში როცა ხარ, ძალიან საინტერესოა სავარაუდოდ ის ლაკანს ნუ ამ დიდ აზრებს და სასიკეთო აზრებიდან მე ძალიან კარგი შენაკადები უბრალოდ შტოები გამოდის ხოლმე რა, ხო და ხო და მაგ ძიებაში მეც მგონია რომ როცა ამ ძიებაში ხარ, ხო? აი აქ ბოდიში არაფერი პირიქით. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ამ ძიებაში ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ლაკანისთვის ერთგვარი ჰორიზონტის ესე იგი დაფიქსირება, ანუ ლაკანი თავის თეორიას იმის გამო რომ ძალიან ესე იგი მხედველობით აპარატზე აგებს, ანუ ეს სარკის სტადია, საკუთარი თავის დანახვა, ხო, ეს დანახვა ხდება გარკვეულწილად ამ ჰორიზონტის წერტილიდან, ანუ ეს მზერა, რომლითაც მაგალითად, ნუ თავიდან განიცდება, რომ მშობელი უმზერს ბავშვს, მაგრამ შემდგომში, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე საუბრობთ იმაზე, რომ ღმერთი გვიმზერს, დიდი სხვა გვიმზერს. აი ეს მზერა მოემართება ადამიანისკენ ჰორიზონტიდან და აი მე როგორ მაინტერესებს, როგორ გაუხარდებოდა და როგორ დააინტერესებდა ლაკანს ეს სამებისა ეს პიროვნულობის ონტოლოგია, იმიტომ რომ ეს არ არის პრინციპში დიდი სხვა იმ გაგებით, იმ კლასიკური გაგებით, როგორც მე ვიცი ფსიქოანალიზში მეტნაკლებად როგორ დიდ სხვაზე არის ლაპარაკი. იმიტომ რომ ეს ისეთი დიდი სხვა არ არის, იმიტომ რომ ესეთივე დიდი სხვა და შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ მამა არის ძისთვის. მაგრამ ის სრულად არ არის ეს დიდი ეს სხვა რაღაც ნეგატიურ გავლენებსაც ხო გულისხმობს არა, ჩემი სხვის ასე არ არის ფსიქოანალიზში? ნეგატიური, პოზიტიური აქ ამ ანუ იმ გაგებით რომ ნუ რაღაცა შეიძლება ეს იყოს ზოგჯერ რაღაცა და მავალდებულებდეს რაღაცნაირად ესე თქვა სწორება მქონდეს მასზე, არა? მე მისგან ხედავდე საკუთარ თავს, ხო? მისი კარნახით ბრჭყალებში რა, მის შუქზე, ასე არ არის? ხო და აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ მნიშვნელოვანი მთავარი გადამწყვეტი არის როგორ ურთიერთობას, ანუ როგორ დისკურსს ამყარებ დიდ სხვასთან. და თუ ანუ მე თუ სწორად მესმის და შემისწორეთ, ანუ მთავარი ესე იგი სწავლება იესო ქრისტესი არის რომ გიყვარდეს მამა ღმერთი. ხო, აი გიყვარდეს ეს არის მთავარი დანაბარები. და აი ეს დანაბარები რომ გიყვარდეს ის კი ხო აი ეს უკვე ის დისკურსია რომელიც არის ურთიერთობითი დისკურსი კი ურთიერთობითი ეს ხო რა თქმა უნდა კი ხო და ეს არის თორემ იქ სინამდვილეში ესე იგი თუ რაღაცამ ძლია მაგალითად ადამიანს ხო და იფიქრა რომ შეუძლია სხვანაირი დისკურსის დამყარება ხო მაგალითად ძალაუფლებრივის ხო ძალაუფლებრივის ან
ისევ და ისევ ისეთი თითქოს და მორჩილები, სადაც პირადი პასუხისმგებლობა უქრება დიდი ზღვის წინაშე და ამ ზერის წინაშე, ხო, აი ნუ მან ფაქტიურად შეიძლება ვისაუბროთ ბოროტებისკენ გზაზე გარკვეულწილად, ხო? ანუ აი ეს მომენტი არის, რომ ეს არსებობა შექმნილი სამყაროსი ავალდებულებს სუბიექტს, რომ გაბედოს და იურთიერთოს, ხო? ანუ ზიზიულასიც ამბობს, რომ 64 არის იმათთვის, ვინც ბედავს ურთიერთობას და ჯოჯოხეთია იმათთვის, ვინც უარს ამბობს ფაქტიურად ურთიერთობითობაზე. კი, იმიტომ აი როგორც თქვი კიდევაც პირველი წიგნი სწორედ ესეა, რომ ყოფიერებას განსაზღვრავს როგორც ურთიერთობას და ყოფიერების თემებს და ონტოლოგიის თემებს. ეგ ზიზულას იდეაში თლად კორექტულებია არა ვარ მე როდესაც ვინმეს ვეუბნები რომ ზიზულას ნააზრევი, იმიტომ რომ ზიზულას ამბობს რომ წმინდა მამების და კაბადოკიელების ქრისტიანობის მონაპოვარია ესა, რომელიც გაიფანტა. აი რაღაც სულხან-საბას სიტყვის კონის წინა სიტყვაობაში სულხან-საბა ამბობს, რომ ნუ იმიტომ წერვა მას, რა ქვია, ამ ლექსიკონს, რომ ვიცი რომ ეს მნიშვნელობები დაიკარგებაო. ხო, უკვე ვატყობო ამის სიმპტომებს და ამიტომ მინდა რომ დარჩესო რა ამ სიტყვების მნიშვნელობებიო რა. და რამდენიმე ისა მაგალითი შეგვიძლია, რა ვიცი, ხა აქ თუ ადგილია მოვიტანოთ, რომ როგორ შეცვლილი აქვს ჩვენში წარმოდგენა რა რაღაცეებს, ხო და ხო და ასევე ამბობს ესეც ფაქტობრივად ამიტომ წერდნენ წმინდა მამებიც და მე ზიზულას იმას ამბობს რომ რაღაცები დაამაგრეს რა այդ ყოფიერებაზე წარმოდგენები სამყაროში რაც იყო რაც დახვდათ ხო ქრისტიანებს როცა ღმერთის ყოფიერებაზე ლაპარაკობდნენ ისინი მათ ნახეს რომ ეს ღმერთის ყოფიერება და ის ყოფიერება რომელზეც თქვა პლატონი არისტოტელე ანუ ელინური სამყაროში რაც იყო ხო ის არ შეცვლილა სუბსტანციონალისტურია არსზეა ბუნებაზეა შიგთავსზეა უხეშად რო ვთქვა ხო შიგთავსზეა ხო და ამათმა ნახეს რომ ღმერთის ყოფიერება და ასეთი არ არის იქ აი სწორედ ხსოვნა არის პიროვნული ამბებია რა იქ არ არის რომ აი შენ სახეობა გადაარჩინე და შენ შულს მიხედე კი არ ეუბნება ა ブラ ამს ეუბნება რომ მე შენ ურთიერთობაში როგორც საფუძველ როგორც ურთიერთობის საფუძველი დამიდასტურე რომ მე შენ ურთიერთობაა არსებობის საფუძველი და არა შენი შვილი ხო? ეს შეერაცხა სიმართლედ, რომ მე შენ ურთიერთობა სიცოცხლე. იქ არავით არის ის განმარტებები, არავით არის ზღაპარი რაღაცა, აი, უტრეხტ აღდგომის ელოდა და რა მამაა ეგ წარმოიდგინე მამა, როგორც მე კირკეგორი ამბობს, ხო ისე? მამა, რომელიც არ არის სანდო. წარმოიდგინეს მამობის ამ გაგებითაც ისა, რომელსაც შეუძლია რა. ცუდია ეგ, ასე გაგებული ქრისტიანობა საშინელებაა. მამა რომელიც წირავს შვილს რაღაცა ხო სანდო ესე იგი რა შფოთში უნდა იყო ასე რომ ქრისტიანობა ასწავლო რომ რაღაც მომენტში რომ ღმერთს მოთხოვოს მამამ ესე რა ქვია შენი გაწირვა თურმე წირავს თურმე ეგეთი რამე საშინელება ესე გაგებული ღმერთი რა სუბსტანციონალისტურად გაგებული ღმერთი ბევრ წინააღმდეგობასთან მიგიყვანს ხო ამიტომ იყო ეს აპოფატიკა და კატაფატიკაც საჭირო იყო თორე ხო ანუ რაღაცნაირად ამ სუბსტანციონალიზმს აპოფატიკა აბალანსებს თითქოს ხო აბალანსებს კი არა ხო იდეაში მეორე აი ეს პირველ მეორეს ამბავია რა ის რა თქმა უნდა მე განხორციელდება და ხორცს შეისხამს ხო მე შენ ურთიერთობა არ გულისხმობს რომ მე შენ ურთიერთობა რო შედგება მე შენ რაღაც საზოგადოებრივ გაგიმეტებ ან ლუკმას არ მოგცემ ან საცოცხლო სივრცეს წაგართმევ რა თქმა უნდა მას არ გულისხმობს მაგრამ არა პირიქით მე რო შენ ლუკმას გიყოფ და სასიცოცხლო გარემოს და შენ შვილებზე და გამრავლებაზე ვიფიქრებ ეს არ დაბადებს არ დაკტოვებს სიცოცხლეში სიცოცხლე ესე არაა მოწყობილი ღმერთი თვითონ არ არის ესე მოწყობილი ჩვენ ამით დავიწყეთ რომ ღმერთი არ არის თვითონ ის არსებობა რაღაცა უფრო შორდენ დავიწყე და ახლა გამიწყდა აზრი მოკლედ რა რომ თავად ღმერთიც არ არის ეს პიროვნული ურთიერთობა ხო ყოფიერება თქო ყოფიერება რომელიც წმინდა მამებმა ყოფიერების პრინციპები რომელიც მათ დახვდათ ხო? აი ეს ელინური ხო? პლატონი, არისტოტელე, რაღაცა ნეოპლატონიზმი რაღაცები რაც დახვდათ. ეგრე არ არის ჩვენთან ამბობენ რა. და ეს დაიკარგა ახლა დასავლურ ქრისტიანობაში, რომელიც ჩვენთანაც ახლა ესე შემოსულია, რა, აი სულ არის ფაქტობრივად სტოიციზმი. და არ არის მე ხო? და ამიტომ ზიზიულასის სახელდება თქო, არ არის თქო სწორი ეს პრინციპი ბიბლიური და სამების ის არის რა ქვია ონტოლოგია სამების პიროვნული სამების პირები როგორ ურთიერთობენ ერთად ის არის მაცოცხლებელი ჩემი რწმენით ხო და ის ძალიან მე აგერ
ლაკანთან, ბუბერთან, ვიღაცეებთან ეს რომ ურთიერთობა, ხო, ფსიქოანალიზთან ამ გაგებით მხოლოდ, რომ ურთიერთობაში არ შეიძლება, ხო, კლასიკური ფსიქოლოგია სუბიექტს დააჯამებს როგორ, რომ ამდენი ნეირონები, აქსონები, ეგ რაღაცა კავშირები არის, რაღაცა ნივთიერება აკლია, ისაკლია, ხო, დაახლოებით ხო ეგრეა. ხო, მაგრამ და ფსიქოანალიზი იტყვის, რომ ამას კაცო სხვა ის ჰქონდა, დედის ხატი იყო, იქ მამა იყო, აღზრდელი იყო, ვიღაცა. და დინამიკა არის და ის დინამიკა განსაზღვრავს და აქ შენ რაც არ უნდა წამლები ასვა ის თუ არ გასწორდა პრობლემური იქნება ეგ და ამიტომ ეს უნდა ბალანსში მოვიყვანოთ. ხო, სწორად მესმის. ხო, რა თქმა უნდა, ხო, ამიტომ ანუ ურთიერთობა აქაც ონტოლოგია ისეთია რა, წამყვანი ხაზია ურთიერთობა ფსიქოანალიზში, ისევე როგორც ჩვენთან. დიახ, იმიტომ რომ აი ეს თვითონ აპოპატური არ ცოდნა რაღაცის, ხო? და არ გატოლება, ცოდნასთან არ გატოლება, არ გატოლება, ხო, ანუ არ ცოდნა ესე ტირეთი, არ ცოდნა, ანუ ცოდნა, მაგრამ გახსნილი ცოდნა, რომელიც ყალიბდება ურთიერთობითობის პროცესში. ხო, რომელშიც ურთიერთობა უფრო წინ არის რა. ხო. ამ გაგებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მართლა რა ვიცი შემთხვევით შეიძლება ალბათ სხვაგანაც არის, მაგრამ ჩვენს გვაქვს ამის ნიმუშები უბრალოდ ლიტერატურაში და პოეზიაშიც რა. აი მაგალითად სტუმარ მასმიძელის თვალსაზრისითაც იქაც შეხვედრის ამბავია გადამწყვეტი. აი ცოდნას მეორე ცოდნას ეუბნებიან სახშრომია ეტყვიან რომ ეს შენი ძმის მკვლელია. მაგრამ ურთიერთობა ეს ამბობს რომ ეს ამას პრეტენზია აქვს რომ ურთიერთობა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და არა ცოდნა. რაღაც ეგეთები მოკლედ ძალიან ხო, ამ შემთხვევაშიც ესე იგი ხო, ურთიერთობა. მთავარია რომ ჩვენ გადმოვცემთ იმ დინამიკას, ხო, რომელიც არის რეალურად გზა ამ საყოველთაო სიყვარულისა და მშვიდობისკენ, რომელიც ესე იგი რაღაცნაირად უნდა მომწიფდეს, როგორც ამბობთ. ხო და რომელიც აუცილებელი უნდა აი სახიფა თუ ამის თქმაც აუცილებელი უნდა გახდესო, მაგრამ ნუ დაახლოებით რაღაც ეგრე გამოდის, მაგრამ არა ისეთი აუცილებლობით, როგორიც მაგალითად იმ ლობსტერშია მოკლედ. რაღაც ძალიან ეს ყველაფერი ჩვენში პრინციპში უნდა ამწვავებდეს განცდას, რომ დროზე გაფორმდეს ეს ბოლო სურათი, დროზე დადგეს ეს მოლოდინი, რაც აი ქრისტიანულ წამში არის, რომ იმიტომ რომ ეს ლაპარაკობ ვერ ამბობ ბოლომდე, განახორციელებ, არა ეს არ არის კიდე რაღაცა სხვა, რაღაც დეტალებია და ამიტომ ეს უნდა იწვევდეს ჩვენში სურვილს იმისას, რომ დასრულდეს რა, რაღაცა სასიკეთო არის, ზუსტად ვიცით, ხო? გარანტირებულად სასიკეთო არის ჩვენთვის და დროზე მოვიდეს ესა. თუ ეს მოლოდინი არ იქნა, თუ ეს მოწვევა არ იქნა, იცი, ამბობენ რომ ეს პროცესი აი დიდხანს გამწვავდება და აი სხვისი ტკივილი უნდა ტკივოდეს უნდა სამყაროს ტკივილი და მის დასრულება უნდა და იქვე აი პიროვნულობის ამბებით დასრულდება და გამოშუქდება საბოლოო და საუკეთესოდ მოკლედ რა. უნდა დაღლილები ვიყოთ აი ამ მუდმივი გახლეჩილობისგან, მუდმივი ძიებებისგან, მუდმივი ხო, ეგ საინტერესოა, ანუ რაღაცნაირად თქვენი აზრით იმაზე არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ რამდენად მზად ვართ მაგალითად, აი აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და თან მგონია, რომ მაგალითად მნიშვნელოვანი არის საუბარი აგრეთვე თავისუფლებაზე, ხო? და აი ამასაც მინდოდა მესაუბრა, რომ აი როგორ უნდა მოხდეს მაგალითად აი ამ გარკვეული აუცილებელი ტრანსფორმაციის და ტრანსფიგურაციის მოლოდინის გაერთიანება თავისუფლების იმ დონესთან, ან თუ არის შესაძლებელი ეს, რასაც მაგალითად განსუბრიობამ თანამედროვეობაში კი არ მიაღწია, მაგრამ რისი საშუალებაც მიეცა, გემო გასინჯა და ასე შემდეგ და ანუ ეს რაღაცნაირად კი, მე მგონი თავისუფლებასთან კავშირშია კი სანამ ყველაფერს არ აი სიმწიფე მაგიტო ამბობენ ხოლმე რომ აი ვიდრე ეს ყველაფერი არ მოხდება, ვიდრე ეს არ დამწიფდება ყველაფერი და არ ვიტყვით გულწრფელად, რომ ხო აი ჩვენი უხეშად რო ვთქვათ, ჩვენი სხვა გზა არ გვაქვს თუ რა არ ვიცი ხო, მაგრამ თავისუფლებასთან კავშირში არის კი მე ვფიქრობ რა თქმა უნდა კი ეს როგორც კი არ მიყვარს თავისუფლების ნების და არჩევანის თავისუფლებასთან გატოლება, მაგრამ ნუ ერთ-ერთი გამოვლინება არის ამისი, რომ ეს ჩვენი იყოს რა, ჩვენი გამოხატულება იყოს. ხო, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს
თავისუფლება, ხო, ანუ რაღაცნაირად არის მოსული ესეთ ქაოტურ დიქოტომიაში, მათ შორის მართლმადიდებლობასთან გარკვეულწილად და ეს ინკულტურაცია როგორ უნდა მოხდეს, თუ არის შესაძლებელი რომ მოხდეს. თუ მაღალი თეოლოგია გვექნება ისეთ როგორც ზიზიულასის, ძალიან ადვილად მოხდება და პირიქით დიდი ინტერესი და დიდი სასიკეთო შედეგები მოყვება ამას. ახლა არა მარტო ჩვენ პოდკასტში გავსაუბრობდით ამაზე, არამედ რომ ვიждეთ წიგნებთან რაღაცეები, თუნდაც მე და თქვენ სხვა ფსიქოანალიტიკოსი და სხვა მე ვფიქრობ ძალიან კარგი რამეები და იქნებ, რა ვიცი, მე მზად ვარ, რომ რაღაც ტექსტებზე, რაღაც შინაარსებზე, რაღაც ცნებებზე იმაზე სწორედაც ლაპარაკობთ, რომ ეს აი კულტურაში გაიაროს, ჩვენს ცხოვრებაში გაიაროს, ყოფაში გაიაროს, აი მართლაც ეს დამიწების ამბავი ის კი არა, რომ მიწაში ჩამოიყვანო ყველაფერი. არამედ შეზილო შენს ხორცში და შენს ყოფაში, ხო, ეს რაღაცეთ საკუთარ თავზე განიცადო რაღაც ესე, ხო? არ იყოს მღვდლის მონაყოლი წიგში წაკითხული, არამედ შენ იგრძნო იმისა, ხო? ის ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ, რაც მე ვლაპარაკობ. და ამიტომ მაღალი თეოლოგია ამ საშუალებებს მოგცემს და ისეთი თეოლოგია, რომელიც რაღაცა განუვითარებლობის, სიჯიუტის ნიშნებს უფრო ატარებს, არა, ის პირიქით გარიყავს, საკუთარ თავში იკეტება, ურთიერთობა არ აქვს და რა ინკულტურაცია კი არა, რა ვიცი, იქ. საშნელები პირიქით წინააღმდეგობების და ისეთი მხოლოდ უარყოფით და ნეგატიური ამბები ხდება. ხო, აი ეს არის ზუსტად საინტერესო, რომ აი ეს დამიწება რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ flow-ში, როგორც აღნიშნეთ, ანუ რაღაც პროცესში, ხო, ურთიერთობით პროცესში, დინამიკაში და ასე იგი იმედია ცოტათი გასაგები გავხადეთ დღეს აი ეს ესქატოლოგიური ჰორიზონტი, როგორ შეიძლება გვეხმარებოდეს ჩვენ იმაში, რომ სიმყარე ვიპოვოთ მოძრაობაში და ურთიერთქმედებაში პიროვნულობის და როგორ არის ზუსტადაც სამებისეული ლიტურგია და წმენა ამის დამომიწებელი გარანტი, ხო? კი, არაჩვეულებრივი, ხო, რომ პირიქით ეს კი, რაღაცა სახლია, რაღაცა ამის გარეშე არ შეიძლება სხვა რაღაცების კეთება. აი რაღაც სწორედ იმ გაგებით რომ თითქოს პარადოქსია, რომ ღმერთი გახსენებს, რომ მიწიერი ხარ. ცუდი მნიშვნელობით კი არა, რომ რაღაცა ცოდვილი ხარ, რაღაცა უარგისი ხარ, ამ გაგებით კი არა. რომ შენ ამის გარეშე, მიწის გარეშე მე შენ ვერ გხედავ, ხო? აი შენ თავზე ამას აი ამის განცდების გარეშე, დამიწების გარეშე მე შენ ვერ გხედავ. მიკუთვნებულობის აგრეთვე, ხო? კი. მე შენ ზეცაში მიწიერი, აი მიწის სუნით მინდევ ხარ რა, ხო? კაციც ეგ არის, კეცი და ადამიანიც ეგ არის. ადამახი ეგ არის რა, ხო? ამიტომ იქ სახლი არ შეეცვლება ადამიანს. ის მუდმივად მიწიერი იქნება. და შენ თითქოს ამბობ, რომ მე ეს მიწიერება არ მინდა, ეს რაღაცას ხელს მიშლის, ეს რაღაცა ძალიან საინტერესოა. უცებ ემხილება ადამიანი უბრალოდ სახელით. სახელი შინაარს გაიხსნა, შენ კეცი ხარ, კეცი. სადა შენი კეცობა, თუ კი შენ აქ იმით დეკლარაციები და მარტო იდეალისტური რაღაცებით მოდიხარ, რა, რომ კეცი არა, კაცო, ბინძურია ზედ რაღაცა აკრია ძველი, არ გაიწმინდება ესა, თითქოს არ გაიწმინდება, არ მინდა ამის გაწმენდა, ამისგან გათა. ხო. და ნუ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ესე იგი რაღაცნაირად ვიფიქროთ იმაზე, აი როგორ უნდა მოხდეს ეს, ანუ ვიფიქროთ რა, ანუ ეს უკვე ნაფიქრალია, მაგრამ აი რაღაცნაირად თანამედროვე სამყარო და თანამედროვე ადამიანის ურთიერთობა თავის, ესე იგი, მიწიერ სხეულთან და ესე იგი ამ მიწიერი სხეულის, როგორიც იგი არის დღესდღეობით თანამედროვე საზოგადოებებში, როგორ შეიძლება ამ სხეულით მაგალითად
ამ ურთიერთობის დამყარება და შებიჯება. კი. კი. ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, ძალიან რთულია სხვანაირად მომავლის წარმოდგენა. კი, ნამდვილად ასე არის, კი და მე მგონი ეს საუბარი ამას ცოტათი მაინც შეუწყობდა ხელს მე ჯერა. მეც მესე მგონია და უღმესი მადლობა რომ მოგძანეთ. არა, ხთენგრასაო, პირიქით მადლობა თქვენ. კი, გავაგრძელოთ და რაღაცა ეს წარმომიდგენია რომ შეიძლება უფრო რაც კიდე რამდენიმე ადამიანი იყოს ხოლმე, უბრალოდ ვილაპარაკოთ ამაზე ყოველგვარი თქვათ ჩაწერის ან რაღაცის გარეშე. ადამიანები რაღაც ტექსტზე ვიმუშაოთ, რაღაცები რომ იყოს ისეთი ღრმა თუ არ იქნება, როგორც თქვენ გაქვთ ამაზე წარმოდგენები. რაღაცა ელემენტარული რაღაცები მაინც უკვე რაღაც თავისი. ან მივცეთ, ან გაუზიაროთ ერთმანეთს რაღაც ტექსტები და მე ამაზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ რა. აუცილებლად. აუცილებელია. ფსიქოანალიზი ჩემი აზრით ესეთი წამოწყებების გარეშე ძალიან ღარიბი არის დღესდღეობით და იმედი გვაქვს რომ ჩვენც ესე იგი რაღაცას შევმატებთ თეოლოგიასაც და ფსიქოანალიზი ისევე როგორც მაღალი თეოლოგია დაუფასებელია ჩვენთან საკმარისად გამოყენებული არ არის ასე ვთქვათ რა. და შეიძლება ყველაზე დამამიწებელი შეიძლება კი არა კი ნამდვილად კი ძალიან როგორც ერთგან თქვი ძალიან ცხვენია და წუხვა რომ შეიძლება არ ვიცი მე ალბათ ხელი არ შემიწყდა მის მაგრამ რომ ის რაღაცა მოძულებული არის ხოლმე ფსიქოანალიზი ქრისტიანობაში მართლმადიდებლობაში განსაკუთრებულად რა რაღაც ავტორები დემონიზირებულია და ასე შემდეგ ფროიდს ხო ვერ იტყვი და ლაკანი არცმენიათ და რაღაც დაახლოებით რაღაც ეგეთებია და ეგ ცუდია საინტერესო იქნება კი დიდი მადლობა მადლობა პირიქით თქვენ